ანუ თქვენ დენის გადასახადი გაგინახებდებათ, თქვენ გაგინახებდებათ. იქ რომ კარგი პოლიციელი დადის, ლამაზი წვერგაპარსული და თავის ცოლშვილს საღამოს ჩემო ძვირფასო ტელევიზია ვაჭარისავ, რომ საკუთარ ოჯახში მაღალ ხელფას მოუტანს, ისიც ბიზინა ივანიშვილის დაფინანსებულია. ის რომ კარგი მანქანით დადის და ღმერთმა ატაროს, მე მინდა კარგი პოლიცია მყავდეს. ისიც ბიზინა ივანიშვილის დაფინანსებულია. მას ჰქონდა ერთი პროექტი, როცა პირისპირ შევხვდი, მითხრა რომ გადაიხადა 4 მილიონი ევრო პროექტი და რას აკეთებდა ეს? ამ პროექტით მას უნდოდა რომ გაეკეთებინა ისეთი მოდელი თბილისში, როგორიც არის საჩხერეში. საჩხერის რეგიონში მცხოვრები ქართველებისათვის, რატო არ ვარ საჩხერელი არა მუდაში. საჩხერის რეგიონში ვინც ცხოვრობს, სამედიცინო მომსახურება არის უფასო. ყველა მოსახლემ არავინ არ უნდა დარჩეს. თუ უნდა თუ სამართლიანი მოითხოვს მოსახლეობას სამართლიანი არჩევნებია, ყველა მოსახლემ უნდა გამოვიდეს და არჩევნებში ხონა მიწეს. მე არ ვიცი რა ფერი. რატო არ იცი ჟურნალისტიკა ინფორმაცია როგორ არ უნდა იცი? როცა მე ადამიანს კითხვას უსვამ, მე ვიცი კითხვის პასუხი. ან ჩემი მოსაზრება მაქვს ამას გადაკავშირებით. რა ვიცი ინსტრუქციას უტარებს თქვენ თუ უტარებთ ყველას ინსტრუქციას დიდი ამბავი მე ბიჭო შენი რასიც სწორე იმის არის ორივე მე რას ვფიქრობ მეთქი ამ ტელევიზორებში დადგმული არ არის ეს რას ნიშნავს? შენმა მთავრობა მის ხალის სასიკვდილოდ გაწიეს. აა ბენზინი. ჩვენ სულ არ ვიცოდით, ჩვენ გვეუბნებოდნენ სოროსის ფონდი აფინანსებსო საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვეუბნებოდნენ ამა თუ იმ მილიონერმა ესა და ეს თანხა გაიღო და იმით აშენდა ესა თუ ის ეკლესიაო. ეს ყველაფერი ბიზნეს გაკეთებულია. იმან მისი ქონების მეოთხედი უშურველად ჩვენ მოგვახმარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კეთილდღეობას. რა დღეშია ხალხი შეგეძლო? ამას რომ კაცი ვერ დაინახავ და კიდევ იქამდე რა დღეს გაიგიტყვით. კი ბატონო, გააკეთა, მაგრამ მე არ დრამას აგიხსნით ახლა. ეს რაცაა გაკეთებული? ამას ხედავ ჩავი ფერისა. აი ამ ჩავფერზე ჩანს, არ ჩანს. ამაზე ჩანს, აი ეს ბუტაფორია მეტი არაფერი. ძალი უმუშავარი, შვილი უმუშავარი, ორი პენსიონერი ვაყოფილებთ ოჯახს. ეს როგორ შეიძლება? მოვდივარ მშვიდობიანად, გავიმარჯვებ და იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლებელი იყვნენ ნაცმოძრაობაშიც კი, რომლებიც არიან კომპეტენტურები, რომლებიც არიან კარგი სპეციალისტები, იმათაც გავუწევთ ხელს, ჩვენი გამარჯვება, მათი გამარჯვება იქნება და ისიც ემსახურებიან საქართველოს, როგორც ჩვენ სულ და გვიხარია ვიხილოთ გაწყენებული და გამხდიანებული საქართველო. ჩვენგანაც არის პროგრამების წარმოჩენა, რას ვაპირებთ, მოვდივართ რა ხელისუფლებაში. რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ უნდა დავანაწილოთ საქართველოს ბიუჯეტი, რა არის პრიორიტეტები, რაზე უნდა დავხარჯოთ ფული, რა უნდა გავუკეთოთ ჩვენ სამომრჩეველს. ამას ვუხსნით, ადამიანები ყველაფერს გაგებით ხდებიან. წამლები, რომელსაც ადამიანები ხშირად გამოიყენებენ, წნევისა, გრიპისა, მოკლედ არის ესეთი წამლები, რომლებიც ასე ვთქვათ პრევენციისათვის არის საჭირო, იმისათვის რომ რთულ დაავადებაში არ გადაიზარდოს. მისი მხოლოდ რაც ღირს აფთიაქში, მისი მხოლოდ 50%-ის გადახდა მოგიწევს, იმიტომ რომ სახელმწიფო მოქალაქესთან სოციალურ სოლიდარობაში შემოდის და ნახევარ წილში შემოდის ამ წამლებთან ურთიერთობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ველოდები ყველაფერ კარგს. საერთოდ მჯერა ბატონი ბიზნეს გულწრფელი დაპირებების და მე მჯერა რომ ამ ადამიანის მოსვლის შემდეგ ჩვენ თავისუფლად ამოვისუნთქავთ. პირველ რიგში ეს და მე ყველაფერი პრობლემები გადაწყდება. ველაპარაკებით ბევრ პროგრამაზე, სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვის სისტემაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, ძალიან ბევრ პროგრამაზე, რომელიც ბიზინა ივანიშვილის წარმოდგენილი აქვს და ამ პროგრამას თითოეულ ოჯახი მიიღებს. შეიქმნება ბევრი სამუშაო ადგილი. აქ იქნება გამოკვეთილი პრიორიტეტი. ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ საქართველოში ყველა მოქალაქის ჯანდაცვის დაზღვევა იქნება უფასო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წამოვა წვიმა და მილეკავს ერთი დღე ამ ჩვენი მასახსიო.